მოგესალმებით, მე ვარ ფსიქოლოგი ელენე ქორიძე და ეს არის პოდკასტი. აი ეს ახალი ინიციატივა, რომელიც თვეში ერთხელ გთავაზობთ შემეცნებით და ანალიტიკურ საუბრებს ფსიქიკური ჯანმრთელობისა და საზოგადოებისთვის აქტუალური საკითხების გარშემო. ვეცდებით ახალი პერსპექტივიდან დავინახოთ ის, რაც ჩვენთვის ნაცნობი, უცნობი ან ბუნდოვანია. ჩვენი დღევანდელი სტუმარია ფსიქოლოგი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი ჯანა ჯავახიშვილი. ჯანა, მოგესალმებით. სალამი. მადლობა სტუმრობისთვის. დღეს ჩვენ ვისაუბრებთ საბჭოთა ტერორზე, პოლიტიკურ რეპრესიებზე წარსულში და ახლა. თქვენ წლები ამუშავებთ ფსიქიკური ჯანმრთელობის სფეროში, იკვლევთ საზოგადოებრივ ტრამვას, პოლიტიკურ რეპრესიებთან დაკავშირებული ტრამვის თაობიდან თაობაში გადაცემის ფენომენს, იკვლევთ ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების მქონე ადამიანების საჭიროებებს და ასევე იკვლევთ ნარკოპოლიტიკის მდგომარეობას საქართველოში. ასევე ხართ არაერთი სამეცნიერო ნაშრომის ავტორი, თანაავტორი და ასე შემდეგ, მაგრამ ამ ეპიზოდზე მუშაობისას ჩემი განსაკუთრებული ყურადღება მიიქცია თქვენმა კვლევამ, რომელიც ფსიქიკური ჯანმრთელობის პერსპექტივიდან სწავლობს ტოტალიტარული რეჟიმის რეპრესიებს, ფსიქოსოციალური ტრამვის გავლენას, რომელიც თაობიდან თაობაში გადმოგვეცა, ასე ვთქვათ. და ეს არის ფაქტობრივად პირველი და ჯერჯერობით ერთადერთი კვლევა, რომელიც ამ საკითხს სწავლობს ფსიქიკური ჯანმრთელობის პერსპექტივიდან და რაღაცნაირად თითქოს სიჩუმის კონსპირაციის გარღვევის მცდელობაც არის და ჩვენი დღევანდელი საუბარიც მინდა რომ რაღაცნაირად ამ მიმართულებით წავიყვანოთ. პირველი კვლევა არის საქართველოში უდაოდ, მიუხედავად იმისა, რომ ფსიქოლოგიის ძალიან განვითარებული სკოლა გვაქვს დიმიტრი ოზნაძიდან მოყოლებული და მიუხედავად იმისა, რომ სპილო ოთახში იყო და არის, ხო, რომ მოვიჩვენოთ მეტაფორა, ეს საკითხი იმდენად აშკარად დასვამს ჩვენ საზოგადოებას, რომ თითქოს თვალშისაცემი უნდა ყოფილიყო და კვლევის ობიექტი გამხდარიყო. გასაგებია, რომ საბჭოთა დროს ვერ გახდებოდა და გასაგებია რატომაც, მაგრამ პოსტსაბჭოთა დროს მაინც განცდა იყო ფსიქოლოგიურ თემში, რომ ეს არ არის აქტუალური საკითხი. ჩემც აქტუალური იყო, იმიტომ რომ მე თვითონ რეპრესირებული ოჯახის, ასე ვთქვათ, მესამე თაობა ვარ. ბაბუა ჩემი ციმბირში გადაასახლეს და 8 წელი იყო ციმბირში. და გულით ავადმყოფი დაბრუნდა და შედარებით ახალგაზრდა გარდაიცვალა, მაგრამ ძალიან ბედნიერები ვიყავით, რომ დაბრუნდა. მაგრამ სხვა ქვეყნებში ამას იკვლევენ. აი მაგალითად რეპრესიების ტრამვას ძალიან, ასე ვთქვათ, საინტერესოდ იკვლევენ ბალტიისპირეთის ქვეყნებში, სწორედ საბჭოთა რეპრესიებს. ლიტვაში განსაკუთრებით საინტერესო კვლევებია. ეხლა დაიწყეს უკანასკნელ წლებში, აი რუსული ანექსიის ფონზე, უკრაინის გოლოდომორის ტრამვის კვლევა უკრაინაში და აი უკვე ბევრი, ასე ვთქვათ, სტატია დაიბეჭდა ამ თემაზე. ასევე ლათინური ამერიკის ქვეყნებში, იქ ვიცით, რომ ასე ვთქვათ, პრობლემები ჰქონდათ პოლიტიკურ რეპრესიებთან დაკავშირებით და იქაც არის კვლევები, რომლებიც აი სადღაც 30 წლის წინათ უკვე იქ იყო რაღაცა კვლევები, რომელიც ამ თემას ეხებოდა. ჩვენთან თქოს არასდროს იყო ამისთვის კარგი დრო. არც ამაზე საუბრისთვის მსჯელო სადისკუსიო სივრცეც კი ძალიან შეზღუდული იყო. არის დღემდე ჩემი, კი დავიწყეთ ამაზე ლაპარაკი, მაგრამ მაინც ძალიან მწირი არის. ძალიან კარგი იყო, რომ საბჭოთა ზეპირსიტყვიერება, ასე ვთქვათ, და ის ნარატივები, დაიბეჭდა წიგნები, ძალიან საინტერესო ნარატივები რეპრესირებულთა ოჯახის წევრების. მაგრამ არასდროს მომხდარა აღიარება საბჭოთა რეპრესიების პოლიტიკურ დონეზე, არასდროს მომხდარა ლუსტრაცია, რეაბილიტაციის, კომპენსაციის ნაწილი, ასე ვთქვათ, მაგრამ თუ განვიხილავთ ამ ყველაფერს ისევ YouTube-ის მაგალითზე, როდესაც დაიშალა საბჭოთა კავშირი და მათ დაიბრუნეს დამოუკიდებლობა, პირველი რაც პარლამენტმა გააკეთა, მიიღო კანონი, რომელიც აღიარებდა საბჭოთა ტოტალიტარიზმს და დაიწყეს რეაბილიტაციის, კომპენსაციის პროცესი, გაიხსნა არქივები და დაიწყეს იმ პირების, ასე ვთქვათ, დასჯა, რომლებიც იღებდნენ მონაწილეობას აი ამ რეპრესიებში. ჩვენთან იყო ფორმალურად რეაბილიტაცია.
შევარდნაძის პერიოდშიც მანამდე, მაგრამ როდესაც შევისწავლე ეს საკითხი თვითონ რეპრესირებულთა ოჯახებში, ამბობდნენ, რომ რეაბილიტაცია კი არა დაცინვა იყო. იმდენად, ასე ვთქვათ, არ იყო აღიარებული მსხვერპლის ტკივილი, არ იყო კომპენსაცია რეალური. ძალიან მწირ თანხაზე იყო ლაპარაკი. დამამცირებელზე. და აი ამ ლუსტრაციის დაწყებამ ხელი შეუწყო ქვეყნის განვითარებასაც, იმიტომ რომ მათ აი ამ პროცესით რაღაც დაიწყეს ჭრილობების მოშუშება, გაჯანსაღება, ნამდვილად. და როდესაც თაობა, რომელსაც უშუალოდ შეეხო კოლექტიური ტრამვული გამოცდილება, ვერ ახერხებს მის გამოგლოვებას, დახურვას და არის მოუნელებელი, გადაუმუშავებელი და მუდმივად რაღაც ღიად რჩება ეს ჭრილობა, გადაეცემა შემდეგ თაობას, როგორც მემკვიდრეობა და თუ დავესესხებით ამერიკელ ფსიქიატრს ვამიკ ვოლკანს, ის ამბობს, რომ ის ხდება კოლექტიური ნარატივების ნაწილი და აყალიბებს დიდი ჯგუფის იდენტობას. აი, ჩემი კითხვაც ამაში მდგომარეობს, რა ხდება, როდესაც ამდენი გამოუგლოვებელი, დაუმუშავებელი ჭრილობა აქვს ქვეყანას, რა ხდება მასში დღეს, როდესაც თითქოს წარსულთან დაბრუნება არის, მისი გამეორებაა ეს ყველაფერი და თითქოს აი წარსული რაღაცნაირად მეორდება აწმყოში. ხო, ამას დროის კოლაფსს უწოდებს ვულკანი და ძალიან მომწონს ეს ცნება, იმიტომ რომ ზუსტად ასახავს, იმიტომ რომ შეიძლება იყოს თანამედროვეობაში და კონდეს ის აზრები, განცდები და ქცევაც, რომელიც რელევანტური არის, თქვათ, გასული საუკუნესთვის. აი, მაგალითად, ჩვენ ვიცით, რომ გასულ საუკუნეში ფაქტიურად ეხლა მოხდა გენოციდი, იმიტომ რომ გაანადგურეს ძალიან დიდი ნაწილი ჩვენი მოსახლეობის, ვინც კრიტიკულად აზროვნებდა, ვინც რუსეთის კოლონიზაციის წინააღმდეგი იყო, ვინც თავისუფლების იდეის მატარებელი იყო და მოუკიდებლობის, ხო? ზოგი გადაასახლეს ციმბირში და იქ დაიღუპა ბევრი ხალხი, ზოგი დახვრიტეს, ზოგი წაწამეს და დახვრეტამდე მოკლედ დიდი უბედურება დატრიალდა. და ამ პრეფაზა როგორი იყო, აი სანამ ეს მოხდებოდა, გამოიგონეს საბჭოთა სტიგმა აგენტი. ხო, აგენტი, ხო, ხალხის მტერი, ტროცკისტი, კონტრრევოლუციური ელემენტი, აი ეს 4 ცნება, ასე ვთქვათ, იხმარებოდა ერთმანეთს სვლიდა. ხო, კონტრრევოლუციური ანტისაბჭოთა ელემენტი და ეხლაც აი დროის კოლაფსთან გვაქვს საქმე, როდესაც აგენტი გახდა აქტუალური დისკურსი ქართულ სოციოპოლიტიკურ სივრცეში. ფაქტიურად ვულკანის, ასე ვთქვათ, შრომები ახსენე და მე გავხსენებდი ფოლკნერის ასე ვთქვათ თეზასაც, რომ წარსული სულაც არ არის წარსული. ანუ ფაქტიურად დაწყო გახდა. ჩვენ წარსული დღეს გახდა აწყო დღევანდელ სოციოპოლიტიკურ ვითარებაში, იმიტომ რომ როდესაც დაინგრა საბჭოთა კავშირი თვითგადარჩენის 60-ანის წინ შევიდექით და ვერ მოვასწარით ფაქტიურად წარსულის გამკლავებაზე მუშაობის დაწყება გამსაღურდიას პრეზიდენტობისას. და ერთი წელი გრძელდებოდა, ხო, ძალიან მცირე დრო ჰქონდა მას და ისევ დაბრუნდა შევარდნაძე, რომელიც ფაქტიურად რეჟიმის წარმომადგენელი იყო. ეხლა ვის არის საიდუმლო, რომ ხო, შევარდნაძე იყო რეჟიმის წარმომადგენელი. ხო, და მას არ აწყობდა ლუსტრაცია. ანუ გამსახურდიას დროს ვერ მოვასწარით, შევარდნაძის დროს გადაიდო მთელი იმ პერიოდით, რომელთაც შევარდნაძე მოვიდა და მერე უკვე სააკაშვილის ხელისუფლების დაპირება იყო ლუსტრაცია, იმიტომ რომ მათ ჰქონდათ პროგრამა, 10 ნაბიჯი თავისუფლებისკენ და ერთ-ერთი ნაბიჯი ეს იყო, მაგრამ სამწუხაროდ ვერ მოხერხდა ჯერონად განხორციელება. რაღაცა თითოს კანონმდებლობის დონეზე თავისი მმართველობის ბოლოს, მაგრამ ტერორიზმთან, ასე ვთქვათ, გააერთიანეს ეს თემა და მოკლედ ინფლაცია მოხდა ამ თემის. ეს კვლევაში ძალიან საინტერესოდ ხსნით სწორედ აი მაგ მონაკვეთებს, მაგრამ ასევე ამბობთ, რომ მაშინ როდესაც ქართული ოცნება მოვიდა ხელისუფლებაში, მან დაავიწროვა დრო და ყველაფერი განსაზღვრა მხოლოდ რაღაც 9 წლის პერსპექტივით, რომელსაც დღეს რაღაც კომისიების სახით იკვლევენ, ხო? და თითქოს ის, რაც მანამდე ხდებოდა,
ხო დეზაქტუალიზაცია მოახდინა, ამას ფსიქოლოგიაში ქვია დროის შეჭმუხნა. ანუ შეიჭმუხნა დრო უკანასკნელ 9 წელიწადზე, იმიტომ რომ თქვათ გამსახურდიას დროს თვითგადარჩენის ამოცანა ჰქონდა. შევარნაძის დროს, ასე თქვათ, რასაკვირველია გადაიწევდა ლუსტრაციის თემა, მაშინ თავის თვითონ უნდა ლუსტრაცია გაეკეთებინა და ეხლა მაშინ ვერ მოახერხებდა, თქვათ, ძალაუფლებას შენარჩუნებას. მე სააკაშვილის დროს მიდიოდა ქვეყნის აღმშენებლობა, ასე ვთქვათ, რაღაცა გარკვეული პერიოდი, მაგრამ აი ჯეროვნად ვერ შეაფასა მაინც სააკაშვილის ხელისუფლებამ ლუსტრაციის მნიშვნელობა. ეს ნომერ პირველი ამოცანა იყო სინამდვილეში. და სინამდვილეში ახლაც ასეა. ვიმკით იმას, რომ ლუსტრაცია არ გავაკეთეთ და ეხლა რაც ხდება, ეს იმის შედეგებია. და როგორც კი მოვიდა ქართული ოცნება შეჭმუხნა დროც უკანასკნელ 9 წლამდე, ეხლა იმ 9 წლის მერე კიდე 13 წელი გავიდა, წარმოიდგინეთ. მაგრამ მოკლედ მაინც იმ უკანასკნელ 9 წელს ორივე მხრიდან შეიჭმუხნა დრო, მოკლედ. ახსენეთ აი ეს ეპითეტები, ხო ეს ნეგატიური ეპითეტები, რომელსაც ხალხს, რომლის საფუძველზეც ადამიანებს იჭერდნენ უშვებდნენ გადასახლებაში ან ხრედნენ ეს ხალხის მტერი, ხალხის მტრიშვილი, ანტისაბჭოთა ელემენტი და ამასობაში სახლებში რომ შედიოდნენ, კონფისკაციას უკეთებდნენ მათ ქონებას, მიქონდათ ფოტოები, რომლის საფუძველზე შემდეგ სამიზნეს ამოირჩევდნენ ხოლმე და ადამიანები, ჩვენ ვიცით, ზეპირი ისტორიებიდან რომ შლიდნენ სხვა ადამიანების სახეებს ფოტოებიდან. და მოლოდინი იყო ყველაზე მტანჯველი. როდესაც ამაზე ვფიქრობ, ამაზე ვსაუბრობ, ბოლო პერიოდში განსაკუთრებით ეს სულ მახსენდება ინგლისელი მწერლის ჯულიან ბარნსის წიგნი დროის ხმაური, რომელიც გამოჩენილ კომპოზიტორზე, შოსტაკოვიჩზე არის და აღწერს სწორედ აი ამ სტალინის და ხრუშოვის რეპრესიების პერიოდს. და იქ ერთ-ერთი მონაკვეთი არის, როდესაც შოსტაკოვიჩი ელოდება, რომ მას მიაკითხავენ წასაყვანად და დასაწყისში ის ლოგინში წვება ტანსაცმლით. შემდეგ უკვე აღარც წვება ლოგინში, არამედ კართან ზის და უდევს რაღაც პატარა ჩანთა, რომელშიც აქვს რამდენიმე ღერი სიგარეტი, კბილის ჯაგრისი, კბილის პასტა და ამბობს, რომ ეს არის ერთადერთი რაც შეიძლება დაგჭირდეს, მას შესაძლოა წაგიყვანენ. და თქვენს კვლევაშიც მსგავს ისტორიებს იხსენებენ კვლევის მონაწილეები. ერთ-ერთი რესპონდენტი ამბობს ასეთ რამეს: საერთო საშიშროებაში ვიზრდებოდით. დედას პატარა ჩემოდანი საცურებით სულ გამზადებული ჰქონდა. ჩვენც ბავშვებმა ეს ვიცოდით და სულ გვეშინოდა ყველაფრის, რომ დედას დავკარგავდით. მეორე რესპონდენტი ასეთ რამეს ამბობს, რომ დედა 80 წლის იყო, რომ გარდაიცვალა და მთელი ცხოვრება 4-მდე არ წვებოდა. ღამის 4 საათს გულისხმობს. შეჩვეული იყო, დასაჭერად მოდიოდნენ ხოლმე 4-მდე და ჯერ ელოდა თავის დაპატიმრებასაც ქმრის მერე. ეს გაყვა 80 წლამდე. ლოგინაც ჩავარდა და მაინც დილის 4-მდე ვერ იძინებდა. ეს რეალური ისტორიები არის, ადამიანების გამოცდილებები არის, რომლებიც, არ ვიცი, წლების განმავლობაში ამ განცდით ცხოვრობდნენ. და დღეს ჩვენ გვესმის, როგორც ახსენეთ, უცხოური გავლენის აგენტი, რაღაც პროდასავლური ელემენტი. ადამიანებს უვარდებიან სახლებში, ჩხრეკენ, იჭერენ, აკრავენ. დაჭერილები ყავს. დაჭერილები ყავს უკვე 50-ზე მეტი პოლიტიკური ნიშნით. და ყველა ვიცით, რომ უსამართლოდ და ამ დროს სრულმოწმეობის ფონზე ხდება ის, რომ მათ უსჯიან იმ ქვეყანაში, სადაც გასული ხელისუფლების დროს დავიწყეთ აღდგენითი მართლმსაჯულება, სადაც საუბრობდით იმაზე, რომ საზოგადოება უნდა გაჯანსაღდეს, მართლმსაჯულების პროცესი უნდა იყოს სამართლიანი, ეს უნდა იყოს საზოგადოების კეთილდღეობისთვის და ეხლა გამოდის, რომ ყველაფერი წყალში ჩაიყარა. ამდენი შრომა და ამდენი ძალისხმევა, ადამიანური რესურსი, ფინანსური რესურსი, მაგრამ ეს რასაც ეხლა აი ფაქტობრივად გამეორება არის ამ ყველაფრის, მაგრამ ეს როგორ აისახება დღეს ადამიანების ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე, მუდმივი რაღაცნაირად ზადყოფნა, მუდმივი შიშის განცდით ყოფნა და ჩემი ირგვლივ ძალიან ბევრი ადამიანი არის უკვე, რომელმაც დატოვა ქვეყანა, ან აპირებს რომ დატოვოს. ხო, ალბათ ამას ცდილობს რეჟიმი სწორედ, რომ დატოვონ კრიტიკოსებმა, ვისაც კრიტიკული აზროვნება აქვს, ვისაც დამოუკიდებლობა თავისუფლება უნდა და მე ასე ვთქვათ, ოპონენტის გარეშე მარტივად
იცხოვრონ როგორც მათ იციან ცხოვრება. სიმდიდრე არის მათი ძირითადი ასე ვთქვათ ფასეულობა და სხვა ფასეულობები გააჩოჩეს გასზე და მოკლედ აი უნდათ გამდიდრება ძალიან და კიდევ უფრო მეტად გამდიდრება და ამასობაში ხო შემოევწყნათ ფასეულობები. ხო სამწუხაროდ ასე ხდება, როდესაც საზოგადოება არ გადააფასებს თავის წარსულს. ეხლა რასაკვირველია, ბევრი ამბობს და ტრივიალურია რომ გავიმეორო, მაგრამ ტრივიალური რაღაცები მუშაობს. რასაკვირველია, ტოქსიკური რეჟიმი იყო ბერიაც, სტალინიც და ნებისმიერი ის მოხელეები, ვინც მაშინ რეპრესიულ რეჟიმს ემსახურებოდნენ. მაგრამ ხალხიც ჩართული იყო ამ უბედურებაში, იმიტომ რომ ერთმანეთზე მაგალითად დასმენებს წერდნენ და ჩვენ ვიცით, რომ ეხლა ერთ-ერთი რაც ამ რეჟიმმა გააღვიძა, ეს არის სწორედ დასმენის ინსტიტუტი, ხო? იმიტომ რომ მითითებული არის, თქვათ, ანტიკორუფციული ბიუროს ელმისამართი, ტელეფონი, სადაც უნდა დარეკონ თუ იცი რომ ვინმე მინდა დარეგისტრირდეს და არ რეგისტრირდება. ხო, ანუ ალგორითმები არის სულ იგივე. ეს ისეთი სიტუაცია არის, რომ ერთის მხრივ მართლაც დროის კოლაფსთან გვაქვს საქმე, იმიტომ რომ ფაქტობრივად აი ეს პრეგენოციდური სიტუაცია, რაც ერთ საუკუნის წინ იყო, თანდათანობით წრედად იკვრება, ხო? და მაგრამ მეორეს მხრივ ეს ისეთი ვითარება არის, რომელიც აი ხა ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე რა გავლენას მოახდენს, მე ვიტყოდი რომ ეხლა ვთქვათ, ვისაც შფოთვა მომატებული აქვს და დეპრესიის მაჩვენებლები მომატებული აქვს, ეს არის ბუნებრივი რეაქციები არანორმალურ გარემოებებზე, რომლებსაც ჩვენ ახლა გავდივართ ყველანი ერთად, ხო, ჩვენს ქვეყანაში. მაგრამ მე ვიტყოდი რომ აი თუ სოციალურ დონეს შევხედავთ, ალბათ ძალიან დიდი მორალური ჭრილობა ჩნდება აქ. იმიტომ რომ ფაქტობრივად აზრი ეკარგება ჩვენ თავგანწირვას 10 წლეულების მანძილზე. აი რაც დაინგრა საბჭოთა კავშირი და ჩვენ ვაშენებდით ქვეყანას, ჩვენ ვცდილობდით ევროატლანტიკურ ინტეგრაციას, ჩვენ ვცდილობდით სამოქალაქო სექტორის აშენებას, ჩვენ ვცდილობდით სიტყვის თავისუფლების, ასე ვთქვათ, განვითარებას, ჩვენ ვცდილობდით დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარებას. მართალია ძალიან რთულად მიდიოდა, ზოგჯერ იყო ხოლმე რომ ერთ ნაბიჯს წინ გადავდგამდით, მე მართლა ორ ნაბიჯს ლენის არ იყოს უკან გადავდგამდით, მაგრამ ვიცოდით რომ მაინც სწორი მიმართულებით მოძრაობდით. და აი ეხლა ფაქტიურად საზრისი დაეკარგა მთელ ჩვენ მუშაობას, რაც აქამდე გავწიეთ, იმ სხველ შეწირვას 9 აპრილსაც კი ეკარგება საზრისი, იმიტომ რომ თუ ასე ერთი ხელის მოტრიალებით, ასე ვთქვათ, შევბრუნდით ისევ რუსეთისკენ, ვინც მაშინ ნიჩბებით აგვიჩეხა ჩვენ 9 აპრილს დაღუპული ადამიანები და მოგვიწამლა ისეთი გაზით, რომელიც დღესაც კი არ ვიცით რა იყო გამოყენებული. ეს იყო ნეიროპარალიტიკური გაზი, რომელიც აბსოლუტურად ნებისმიერ ადამიანის უფლებებს არღვევს და კონვენციებს ეწინააღმდეგება, ხო? ანუ ისევ თუ აი ამ აგრესორის მიმართ დავიწყეთ სვლა, აზრი ეკარგება, ყველაფერს აზრი ეკარგება. ანწუხელიძის, ეხლა ცუდად მოიხსენია ეს ანწუხელიძის თავგანწირვა, ხო, თქვენს რომ რატო არ არის ეხლა თავის ოჯახთანო? იმიტომ რომ ისეთი პირობები შექმნეს, რომ ანწუხელიძის გმირობასაც კი უკარგავენ. ანუ აი ეს აზრის და საზრისის კრიზისი, რაც ცდილობენ რომ ნიჰილიზმი დაითესოს, რომ არაფერს აზრი არ ქონდა. არაფერს აზრი არ ქონდა და უნდა დავბრუნდეთ, ასე ვთქვათ, კოლონიის მდგომარეობაში. აი ეს მდგომარეობა დიდ მორალურ ჭრილობას იწვევს. და ეს დიდი მორალური ჭრილობა თუ არ იქნა მოშუშებული, სამართლიანად თუ არ იქნა გადაჭრილი სიტუაცია, თუ თქვათ არ იქნა შეფასებული, გადაფასებული, რაც ხდება, რომ თავისი კომფორტისთვის, ხელფასისთვის, პრემიალური დანამატისთვის და იმისთვის, რომ ლისის ტბაზე აიშენოს დიდი, ასე ვთქვათ, სახლი, ბასეინით ადამიანი, არათუ მარტო თავის წილ სამშობლოს ყიდის, ჩვენს წილ სამშობლოსაც ყიდის. საკუთარ რაღაც კეთილდღეობაზე და ფიზიკურ კომფორტზე არ შეიძლება. და ალბათ ყველაზე დიდი დარტყმაა, როცა მოვლენებს აღარ ქვია თავის სახელი. როცა პატიასონ მოქალაქეს ქვია აგენტი უცხოური გავლენის, როდესაც ასე ვთქვათ, სინდისის პატიმარს ქვია
ექსტრემისტი თუ როგორ რადიკალი აი ალბათ ძალიან მნიშვნელოვანია ადამიანობის შენარჩუნება და ადამიანობის შენარჩუნებაში ჩვენ დაგვეხმარება ის რომ მოვლენებს არ დავუკარგოთ თავის სახელი და მნიშვნელობა იმიტომ რომ ეს სხვა შორის აი თუ დააგვერდი ელენე ეხა დღევანდელ დროს ძალიან ხშირად ისმის ბოროტის და კეთილის დისკურსი გაჩნდა იმიტომ რომ წინა თქვათ ლაპარაკობდით ადამიანის უფლებებზე, სამართლიანობაზე, თანაბარ უფლებიანობაზე, ასე. ეხლა ლაპარაკობთ, რომ არის ძალა, რომელიც ბოროტებაა და არის ძალა, რომელიც სიკეთეა, ხო? ნებისმიერი რო ავიღოთ მზია, რომელიც იბრძვის და ეხლა ასე სტოიკურად ციხეშია და იშიფშილა. მათედევიძე, რომელიც სიკეთით სავსეა და რომელი ერთი დავასახელო, ხო, მეშინია რომ თუ დავიწყე დასახელება, მე ვიღაცა გამომრჩება და სიკეთისა და ბოროტის დისკურსი გაჩნდა და ბოროტებას ახასიათებს და აი ამ სატანურ საწყის ახასიათებს, რომ მოვლენებს უკარგავს თავის სახელს. ცდილობს რომ გამრუდებული სარკეების სინამდვილე შექმნას და ეხლა ესეც სინამდვილეში ვარ ძალიან турბულენტურ ზონაში ვარ აი თვითმფრინავში რომ იტყვიან ხოლმე რომ გადავიჭიროთ ღვედები ხო ძალიან турბულენტური ზონა არ უნდა დაგვავიწყდეს ჩვენი ენა ადამიანური ენა მოვლენებს არ უნდა დავუკარგოთ თავისი სახელი აი ის დაყავი დაიბატონე პოლიტიკა რაც არის რომ ერთს ვთქვათ პრემიალურ დანამატს მისცემენ და გააჩერებენ და მეორეს მის თვალწინ დაავიქტივებენ ან კიდევ უარესი მეორეს წიხლით აცემინებენ ამ პრემიალური დანამატის გამო ეს ბოროტება ერთმნიშვნელოვნად და აი არ უნდა დავკარგოთ მიუხედავად ასეთი მორალური ჭრილობისა ძალიან ცუდი ამბების მოწმეები გავხდით მიუხედავად ამ მორალური ჭრილობისა ჩვენ არ უნდა დავკარგოთ უნარი რომ მოვლენებს თავის სახელით დავარქვათ არ უნდა დავკარგოთ გამბედაობა ამისი მიუხედავად ამ რეპრესიული გარემოსი რაც არის პატიოსან მოქალაქეზე რადიკალის დარქმევა, თქვათ, აი ნებისმიერი რაც ხდება ახლა, აი თითქოს სახელმწიფოს მიყვებიანო, ხო? ცდილობენ რომ ორიენტირები აურიონ. აი, როდესაც ვლაპარაკობ, თქვათ, აი სოციოლოგიაში არის ცნება ადამიანი ქუჩიდან. ცდილობენ რომ ადამიანს ქუჩიდან აურიონ ორიენტირები, დაბნეულობა გამოიწვიონ. ამ დაბნეულობის დროს ხო იყენებენ პროპაგანდას როგორც ძალიან მზარდ და ძლიერი იარაღს იმისთვის, რომ დეზინფორმაცია მაქსიმალურად ყველას ეკრანზე აღმოჩნდეს და აი მაგალითად კარგად ვიცით რომ რუსეთში არის პუტინის რუსეთში არის კანონმდებლობა რომლის მიხედვითაც თუ სხვა უცხო სახელმწიფოში არის რუსულენოვანი თემი რუსეთს შეუძლია იარაღით დაიცვას ამ რუსულენოვანი თემის ინტერესები. ანუ რუსული მოსახლეობის გამრავლება, რაც ყოველგვარი კონტროლის გარეშე მოხდა ჩვენთან, ხო? რამდენიმე ასეულობით 1000 მოსახლეობის გადმოსვლა, უძრავი ქონების შესყიდვა, ეხლაც რო შეხვიდეთ ინტერნეტში, ბიზნესების რეგისტრაცია, ყოველგვარი მის გარეშე, ბარიერის გარეშე, კონტროლის გარეშე, ეხლაც რო შეხვიდეთ ინტერნეტში, სუმედის რეკლამირება, სად უნდა იყიდოს რუსმა, რუსულენოვანმა სახლი საქართველოში, აჭარაში, თბილისში, ასე შემდეგ, ანუ ეს პროაქტიულად, ფაქტიურად რუსული ჰიბრიდული ომის სპეციოპერაციაა. ამ დროს რას არქმევენ ჩვენი მთავრობის წარმომადგენლები თუ ჩვენ განგაში გვაქვს ამაზე ქსენოფობები ხართო. აი ეს გამრუდებული სარკეების ქვეყანა, რომელიც იქმნება, ფაქტიურად მოვლენებს უკარგავს თავის სახელს და ჩვენი ვალია რომ ჩვენ სახელდება გავაკეთოთ იმის რაც ხდება. აი ამ დასმენებს რომ დავბრუნდეთ თქვენს კვლევაშიც ამბობენ კვლევის რესპონდენტები რომ აი ვინც დააბეზღა ესეთი ფრაზა არის ერთ რაც ამოწერილი მაქვს. ეგენი არავინ გადარჩა, ვინც აბეზღებდა სხვებს, მერე იმათ მოსდგებოდნენ ხოლმე და ხრეტდნენ. ანუ ესაც რაღაცნაირი ხელწერა არის და დღესაც ფაქტობრივად ჩვენ ხედავთ, რომ შეიძლება დაბეზღებაზე არ არის მაინც და მაინც, მაგრამ იმ ადამიანებს, რომლებიც აღარ ჭირდებათ, ძალიან მარტივად იშორებენ და ძალიან მარტივად შეიძლება თვითონ დასდონ მერე ბრალი იმაში, რაშიც თვითონ არიან დამნაშავეები. აი ეს სქემა ფაქტობრივად ახლაც ძალიან აქტუალური არის. და ეხლა რომ გადავიდე ცოტა სხვა თემაზე,
მხოლოდ სტალინის მმართველობის დროს არ ამოწურულა რეპრესიები, გაგრძელდა შემდეგ ნიკიტა ხრუშოვი იყო, შემდეგ იყო უკვე ბრეჟნევი და ამ დროს რეჟიმის წინააღმდეგ მოაზროვნე და მოქმედ ადამიანებს ნაკლებად აპატიმრებდნენ, ხვედნენ, ასახლებდნენ, თუმცა ესეც გრძელდებოდა. და აი ამ პერიოდში შემოვიდა უკვე საბჭოთა ფსიქიატრია, გაჩნდა დიაგნოზები, მაგალითად ერთ-ერთი რაც ვიცით, ეს არის თუნედ მავალი შიზოფრენია, რომელიც არ არსებობს და მათ გამოიგონეს, იმიტომ რომ ეს ჭირდებოდათ და გამოიგონა რუსეთის ფსიქიატრებმა, სნეჟნევსკის სკოლამ, სმულევიჩი იყო ავტორი, ვინც პირველი წიგნი დაწერა ამაზე. მე ახალგაზრდობაში ვკითხულობდი ამას. და ძალიან მიკვირდა რომ თუ სიმპტომები არ აქვს, თუ სინდრომი ჩამოყალიბებული არის, რომელ შიზოფრენიაზე არის ლაპარაკი? ხო, და ესე იგი ამ დუნეთმავალი შიზოფრენიის მთავარი აღწერა იყო, რომ არაფერი არ ეტყობა ადამიანს, რომ ავათარი, მაგრამ არ არის ამ ხელისუფლების მომხრე. ხო, კრიტიკულად ესე იგი აზროვნებს და აუცილებლად რაღაცა ხანში შეეტყობა და მე უწყებდნენ ამინაზინით კურნალობას და რასაკვირველია შეეტყობოდა მე უკვე. აუცილებლად და შემდეგ ათავსებდნენ ამ დაწესებულებებში და იძულებით კურნალობდნენ. მაგრამ რატო ამახვილებ ახლა ამაზე ყურადღებას? საქართველოს დამოუკიდებლობის მოპოვებიდან დღემდე ძალიან დიდი შრომა, ძალისხმევა, ადამიანური რესურსი არის ჩადებული იმაში, რომ ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემები ზრუნვა გახდეს უფრო გაადამიანურდეს, გახუმანურდეს, იყოს ზრუნვაზე, თანაგრძნობაზე, პატივისცემაზე, ღირსებაზე დაფუძნებული და არ შელახოს ადამიანის, ასე ვთქვათ, ფუნდამენტური უფლებები, ხო? და დღეს ქართულმა ოცნებამ გადაწყვიტა და უკვე მიიღო კანონი, ანტინარკოტიკული კანონი, რომელიც ვითომ ნივთიერებების მოხმარების პრობლემების მქონე ადამიანებზე ზრუნვას უკავშირდება, მაგრამ ჩვენ ვიცით, რომ ზოგადად დამოკიდებულების პრობლემა გაცილებით უფრო ფართო და უფრო ღრმა პრობლემა არის, ვიდრე მხოლოდ ნივთიერების მოხმარება არის ზედაპირი იმ პრობლემის, რომელიც სიღრმეში გაცილებით უფრო მტკივნეული და ძალიან ბევრი ჭრილობა არის, ესე იგი იქ. რასაც სხვა მიდგომა და მზრუნველობა სჭირდება. მაგრამ ამ იდეით შეიქმნა და რომ მათ უნდათ ვითომ იზრუნონ აი ამ ადამიანებზე გამოაჯანმრთელონ და ასე შემდეგ და ამას ავრცელებენ პროპაგანდის მეშვეობითაც. და ამ კანონში არის ესეთი ჩანაწერი, რომ ეს ითვალისწინებს ადამიანის იძულებით კურნალობას. და მე პირადად ვფიქრობ, რომ ეს სწორედ საბჭოთა ფსიქიატრიასთან დაბრუნების და მისი გამოცოცხლების მცდელობა არის, ასე ვთქვათ, როდესაც ადამიანებს იძულებით მოათავსებენ ფსიქიატრიულ დაწესებულებაში, თუ კი ის რაიმე ფორმით არ ეთანხმება და ეწინააღმდეგება რეჟიმს. შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს კანონი და ამ კანონში ეს ჩანაწერი არის, ასე ვთქვათ, ფსიქიატრიის პოლიტიკურ იარაღად გამოყენების მცდელობა. ნებისმიერი, ასე ვთქვათ, რეპრესიული და არაზრუნვითი მიდგომა ეს მოიცავს ამ მიდგომის ინსტრუმენტად გამოყენების რისკს. არა მარტო საბჭოთა კავშირში. აი ახლა ობამას ადმინისტრაციის დროს მოხდა აღიარება იმისა, რომ ეგრეთ წოდებული ომი ნარკოტიკების წინააღმდეგ დამარცხდა. ეს ისტორიული სიტყვები არის კი, რომელიც ობამამ თქვა. ხო, დამნიშნელოვანი იყო ამის აღიარება, იმიტომ რომ ომი ნარკოტიკების წინააღმდეგ, რომელიც გადაიქცა სინამდვილეში ომი ნარკოტიკებზე დამოკიდებული ადამიანების წინააღმდეგ, წარმოიშვა, უბრალოდ ძალაში შევიდა რიჩარდ ნიქსონის დროს, მაშინ როდესაც მან ასე ვთქვათ, ვიეტნამის ომის გამო ძალიან არაპოპულარული იყო და დაკარგა რეიტინგი და შეეცადა, რომ ერთი ხელის მოსმით დაებრუნებინა რეიტინგი იმითი, რომ ეჩვენებინა, რომ არის ძლიერი ლიდერი, რომელიც ებრძვის ნარკოტიკებს. ძალიან ხშირად PR-ს იკეთებენ ხოლმე. პოლიტიკური რაღაც იარაღიც ხდება ხოლმე. და ვინ იყო მისი ოპონენტი? პაციფისტები, ჰიპიების, ასე ვთქვათ, თაობა ახალგაზრდების, ვინც ვთქვათ, მარიხუანას მოიხმარდნენ
და ერთხელის მოსმით ისინი კრიმინალიზაცია გაუკეთა მათ, ანუ ვეღარა მოიღებდნენ ახლა ასე, იმიტომ რომ მაშინ რეპრესიები წავიდო და ჩამოიცილა ოპონენტები და მეორე კიდე ძლიერი ლიდერი, რომელიც იბრძვის ნარკოტიკების წინააღმდეგ. საქმე იმაში, რომ ნარკოტიკების პრობლემას უნდა მენეჯმენტი, მართვა და ზრუნვა. ბრძოლა როგორც ასეთი უნდა ნარკოტიკების მოწოდებას, მაგრამ როდესაც მკაცრდება ნარკოკანონმდებლობა, სამწუხაროდ მოწოდებიდან აქცენტი გადადის იოლ სამიზნეზე, ნარკოდამოკიდებულ ადამიანებზე და მათ იყენებენ, აი უმარტივეს მაგალითს მოვიყვანე ხა. არის კვლევები საქართველოში, რომლებიც ძალიან მკაფიოდ აჩვენებს, როდის ასე ვთქვათ, იზრდება სტატისტიკა ქუჩის ნარკოტესტირების, ეს არჩევნების მერე უშუალოდ იზრდება, რომ დისციპლინირება მოახდინონ მოსახლეობის, არჩევნებამდე 4 წლიანი ციკლი აქვს, იკლებს. როცა იგებს, ვინც იგებს არჩევნებს ის რდის, მერე იკლებს 4 წლიანი ციკლი აქვს. ანუ რასაკველი ერთ-ერთი ინსტრუმენტი იქნება. ეხლა ნარკოტიკების თვალსაზრისით ძალიან დიდი პროგრესი ქონდა ჩვენ. შეიქმნა ნარკოვითარების მონიტორინგის ეროვნული ცენტრი, რომელიც ევროსტანდარტით მუშაობს, არის თანამშრომლობაში ევროპის სათავო ოფისთან ნარკოტიკების მონიტორინგის EUDAS-თან. ნარკოსტრატეგია გვაქვს პრევენციაში მტკიცებულებითი პრევენციის მეთოდების დანერგვა დაიწყო განათლების სამინისტრომ, შეიქმნა ევროპის პრევენციის კურიკულუმი, იმისათვის რომ საჯარო მოხელეების ცნობიერება ნარკოტიკების პრობლემის მართვის საკითხზე მაღალი იყოს. მოკლედ ძალიან ბევრი წინ გადადგმული შრომა გადაწყვეტა, რომელიც ახლა აღარ არის საჭირო. აი აღარ სჭირდებათ. ახლა სჭირდებათ ინსტრუმენტი რეპრესიის და აღარ სჭირდებათ იმის ცოდნა, რომ მაგალითად ანტინარკოტიკული კამპანია ითვლება მტკიცებულების თანახმად, რომ კარგ შემთხვევაში შედეგი არ მოაქვს. ცუდ შემთხვევაში აზიანებს ახალგაზრდებს, მაგრამ მაინც ატარებენ ანტინარკოტიკულ კამპანიას და ატარებენ პრეზიდენტის სახელით მისი პიარისთვის. ძალიან ხშირი, ხა ნიქსონი იყენებდა პიარისთვის, ხა ყავალაშვილმა რო გამოიყენა პიარის რა გასაკვირია. არანაირი. უბრალოდ ნიქსონი იყენებდა 70-იან წლებში. ცოტა ჩამოვრჩით. დღევანდელ განვითარებაში ნებისმიერი ნაბიჯი, რასაც დგავს ხელისუფლება თავს განგაში სიგნალს და ეს ბუნებრივი რეაქცია არის იმ არანორმალურ ვითარებაზე, რაშიც ცხოვრობ დღეს, ხო, რომელი არ თავს განგაში სიგნალს? ყველა. ყველა. იმიტომ რომ ეს რეპრესია კასკადი არის, ეს კანონები ერთმანეთს ავსებს და არტოვებს სივრცეს თავისუფალი აზრისთვის, გამოხატვის თავისუფლებისთვის და ადამიანის დაცვისთვის, უფლებების დაცვისთვის ზოგადად და სწორედ ამიტომ ალბათ ჩემი ვარაუდია ყოველ შემთხვევაში ესეთი, რომ ეს იქნება პოლიტიკური იარაღი, რომ გააჩუმონ ადამიანები. აუცილებლად, როგორც ნებისმიერი კანონი, რაც ახლა მიიღეს პოლიტიკური იარაღი, აგენტის კანონი, ფარა. რაღაცნაირად დასასრულისკენაც რომ წავიყვანოთ საუბარი, პროტესტი გრძელდება. და ხალხი არ ნებდება არც ამ რეპრესიებს და არც და ამ ყველაფერს მიუხედავად იბრძვის. თქვენ ისაუბრეთ საზრისზე, მაგრამ აი უფრო მეტად აი ამ მიმართულებით რა არის საზრისი, ის საზრისი, რაც ასეთი მძიმე წარსულის ფონზეც კი ძალას გვაძლევს გავაგრძელოთ ბრძოლა დამოუკიდებლობისთვის, თავისუფლებისთვის, სამართლიანობისთვის და ვიდგეთ ისე მედგრად, როგორც დღეს ვდგავართ. არ აქვს მნიშვნელობა სახლში, ქუჩაში, ციფრულ სივრცეებში, იმიტომ რომ პროტესტი განგრძობადი არის და გრძელდება უკვე 200-და მეტი დღეა. ხო, რამდენადაც მე დიაგნოზს ვამა ესე პრეგენოციდის ვითარებაში ვარ. რას ნიშნავს პრეგენოციდი? ამ დროს საზოგადოება იყოფა სამკუთხედად, სამკუთხედის სტრუქტურაში ჯდება. ეს არის აგრესორი, ამ შემთხვევაში ის არის ვინც რეპრესიებს ატარებს, ეს არის მსხვერპლი. მე ვიტყოდი, რომ სულაც არ არის მსხვერპლი, მზია მათე და დაანჩენები, მაგრამ სისტემას მსხვერპლის როლში ყავს რჩეული მსხვერპლი არიან. ეს ადამიანები დააკავა, დაიჭირა სისტემამ, ეს სისტემის რჩეული მსხვერპლი. მაგრამ სინამდვილეში, როგორ ხდება ხოლმე, აგრესორს ამ კონკრეტულის დამსხვერპლება
ამ სხვერპლის გამო კი არ უნდა. აი გვერდიდან მაყურებელი ვინც არის აი იმათ დასაშინებლად ხდება ეს. ანუ ჩვენ ვართ ადრესატები. ანუ ფაქტიურად მსხვერპლი გახდება მსხვერპლი მაშინ თუ დანარჩენები დაშინდნენ. ხო და არ უნდა დაგვაშინოს ამან პირიქით და ეს არის ჩვენი საზრისი რომ ჩვენ არ უნდა შეგვეშინდეს მოვლენებისთვის საკუთარი სახელის დარქმევა ჩვენ უნდა ყველანაირად შევეცადოთ რომ ეს რჩეული მსხვერპლი გამოვტაცოთ ხელიდან სისტემას და ჩვენ უნდა შევეცადოთ რომ ჩვენ ღირებულებებს არ ვუღალატოთ რახან საზრისზე კითხე ელენე საზრისის ფილოსოფიის და ფსიქოლოგიის მამას მოვიშველიებ დღეს არ გხსენებია ვიქტორ ფრანკლი და ის ამბობდა რომ ყველაფერი შეიძლება რომ წაართვა ადამიანს გარდა მისი უკანასკნელი თავისუფლებისა და ეს თავისუფლება არის არ უღალატო შეფასეულობებს ეს არის ალბათ ჩვენი საზრისი ახლა რომ არ ვუღალატოთ ჩვენ ფასეულობებს არ ვუღალატოთ არ მოვიყოთ თავი აქამდე იმიტომ მოვედით რომ საზოგადოების დიდი ნაწილი სხვა შორის ისინი ვინც ახლა პროტესტის ვთქვათ აორგანიზებენ პროფესიულ თემს რომ პროტესტის წერილები დაწევენ რომ არ მოსწონთ აგენტის კანონი და ამ შემდეგ ბევრს აკეთებენ ახლა გამოდიან მიტინგებზე მაგრამ დუმდნენ დიდი ხანი ძალიან დააგვიანეს ხმის ამოღება ჩვენ აი ახლა ვიხდით აი ამ სინდისთან კომპრომისის ფასს. ძალიან ბევრი ადამიანი დუმდა ან სხვა საჩუმებდა ვინც ლაპარაკობდა და ამბობდა რომ დაიცა კაცო, ყველაფერი კარგად მიდის. დაიცა კაცო, აბა ის 9 წელი კარგი იყო, დაიცა კაცო. რა დაიცა. მოვედით აქამდე. მოვედით აქამდე, იმიტომ რომ სამართლიანობა არ არსებობს არც მომავალში, არც წარსულში, არსებობს მარტო აქ და ამჟამად. და აი ალბათ ეს როგორ ვთქვა სილა რომელიც მივიღეთ, ეს სწორედ იმ კომპრომისის გამო მივიღეთ, რომ არ უნდა გავჩერებულიყავით, არავინ არ უნდა გაჩერებულიყო. და ახლა როგორი ინსენტივიც არ უნდა ჰქონიყო იმ პერიოდში დასაწყისში. და ახლა მით უმეტეს არ უნდა გავჩვენო. ახლა მით უმეტეს არა, იმიტომ რომ ახლა უბრალოდ ხო უკვე ყოფნა არ ყოფნის საკითხია. და აუცილებელი არის რომ არ შეგვეშინდეს და თუ შეგვეშინდა ესეც ბუნებრივი არის აი ამ სიტუაციაში, მაგრამ საბედნიეროდ დღეს გვაქვს იმის ფუფუნება, რომ ერთმანეთს გვერდში დაუდგეთ, სოლიდარულები ვიყოთ ერთმანეთის და ესეც ძალიან დიდი ძალა არის ჩემი აზრით. ჩვენ ვიცით, რომ თუ ბევრი ვარ ძალა ერთობაში. ეხლა საქართველოს მე სიცი ძალა ერთობაში რომ არის რამდენი საუკუნის ანდაზაა, ხო? სოლჟენიცინს აქვს არქიპელაგი გულაგის დასაწყისი აქვს, რომ მიყავს ორ ჯარისკაცს რუსულ გლუბინკაში გადასახლებაში და ფიქრობ ეხლა რომ ყვირილი დამეწყო რომ ხალხო უსამართლოდ ასე ვთქვათ დამაპატივრეს დამეხმარეთ რას იზამდა გარშემოყოფი ხალხი აი იმ მომენტში გავფუჭდითო როცა გარშემოყოფ ხალხს უკვე იმედი აღარ ქონდა რომ როჩარეულიყო რამეს გააკეთებდა და იხსენებს ერთ ინციდენტს როცა ხალმა ასე იყვირა რევოლუციის საწყის წლებში და დაეხმარა ხალხი და გაანთავისუფლა ანუ იქ სადაც ჩვენ დავდუმდებით ეს არის კრავთა დუმილი და მაშინ განწირულები ვართ ჩვენც ვართ განწირულები და ის აგრესორებიც განწირულები არიან ხარება მარება ვინც არის იქ იმათაც მიუბრუნდება სისტემა როცა ადამიანის უფლებები არ იცვება ის არ იცვება ყველასთვის ანუ ეს ბუმერანგია რომელიც შეუბრუნდება მათაც მაგრამ კრავთა დუმილში არ უნდა გადავიდეთ მოკლედ ენა არის ადამიანის ენა და ენის საშუალებით ვართ ჩვენ ადამიანები ამიტომ ენა არ უნდა გავჩერდეთ არ უნდა გავჩერდეთ და ჯანა ძალიან დიდი მადლობა ასეთი საინტერესო საუბრისთვის დროის დაცმობისთვის და მე ვფიქრობ რომ ჩვენ დღევანდელი საუბარი მაყურებელი რომელიც მოისმენს ამ ყველაფერს დარწმუნებული ვარ რაღაც სხვა პერსპექტივიდან შეხედავს, გააჩენს სივრცეს ფიქრისთვის და რაღაცების გაანალიზებისთვის სად ვართ და რის გაკეთება შეგვიძლია და მე იმედი მაქვს რომ ჯერ კიდევ არ არის ძალიან გვიან. დიდი მადლობა თქვენ უსმენთ ISIS პოდკასტს და მომდევნო შეხვედრამდე.